რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. შემომიერთდით. მოდი ერთად ვიპოვნოთ რუკაზე საქართველოს. ქვეყანა, რომელსაც დაბადების დღე აქვს. ეს არის ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის სპეციალური პოდკასტი. მართლა შემომიერთდით. ვნახოთ სად ვართ. აგერაკ. პირველ ბერძნულ რუკაზე. ასე ხედავდნენ ძველი ელინების სამყაროს 2600 წლის წინ. კონტინენტებს შორის საზღვრით მდინარე ფაზისზე, რიონზე. ასე დარჩა ქუთაისი ევროპაში და შორაპანი აზიაში. მათ შორის მცხედა და თბილისი თუ რაც იყო მის ადგილას. დაახლოებით ასევე ყოფდნენ კონტინენტებს მერე ძველი რომაელები. მერე კონტინენტების საზღვრები დადიოდა ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ. საქართველოს ისეთი პატარაა, საერთოდ ფანქარი რო აგიცდეს, მთელი ქვეყანა შეიძლება რაღაც სხვაგან მოხდეს. ხოლო ანაქსიმანდრეებისა და სტრაბონების იქით თავარი იყო სად იყო საქართველოს გულით. თავარი იყო რომ მისი მეფეები ანდერძატოვებდნენ, ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასაო. ანუ ევროპა და ევროპულობა არ დაკარგოთ. ბევრი გამებრაზდება ალბათ ხმამაღლა თქმისთვის, მაგრამ გულის სიღრმეში მგონი დამეთანხმება კიდეც. 1000 წლეულების განმავლობაში ვასალობა და იმპერიების პროვინციობა იმდენად კარგად ავითვისეთ და შევირგეთ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ხშირად დაგზარებია. გახედეთ თქვენს მეზობლებს, ახლანდელს. გამოხედეთ მერე თქვენს მეგობრებს, ახლანდელს. ფანჯარაში გაიხედეთ. გარშემო მიმოიხედეთ. რამდენს ხედავთ ისეც, ვინც ბრძოლით არ იღლება და არ დაიღლება. ივანაშვილის გათვლა არითმეტიკულად სწორი გამოდგა ამათზე. იმ ხალხს დაეყრდნო, ვისაც უფრო ეადვილება დაიძახოს ბაბაია, ვიდრე ხელი ხმალს იკარო. საქართველოს პატარა სოფელია და არაფერი ესაქმება უფროსების გარჩევებშიო. ამ ლოზუნგით ივანაშვილმა რუსეთისა და მხოლოდ რუსეთის საქმე გააკეთა. ხლა განა ვინმე მსოფლიო ბეძ გვაბარებდა, განა ვინმე რაღაცა გლობალური ზესახელმწიფოს ფუნქციას უკიდებდა, მაგრამ 2012-მდე საქართველოს მაინც იყო ქვეყანა ამბიციით, რაღაც მომავლის ხედვით. იყურებოდა იქ სადამდე მისვლასა და სადაც შესვლას დამსახურება სჭირდება და შრომა და შრომა. პატარა სოფლის გზამ, რომელსაც ამ კაცის ხელში საქართველოს გაუყენეს, სახელმწიფო დააკარგია უამრავი რამ, რისთვისაც მიღწეული უკვე ჰქონდა 20 წლის განმავლობაში. პირველ რიგში გაუტეხა სახელი. პოლიტიკური რუკა ისევ გადაიხატა და კონტინენტების არ აგითხრათ, მაგრამ ცივილიზაციების რუკაზე საქართველოს ისევ რუსულ სამყაროში დაბრუნდა. Failed states ქვია ასეთებს შეუმდგარი სახელმწიფო. ჩაშლილი პროექტი, რომლის ნომინალურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს უკვე აღარავინ არასდროს არ შეხედავს, თუ მთელი ეს პროცენტები და მთელი სიმდიდრე ერთი კაცის ხელში იყრის თავს. და ის ერთი ანაწილებს მერე ვის რამდენი ფული, ვის რამდენი ძალაუფლება, ვის რამდენი ციხე. ხო, არ ჟღერს მესმის როგორც ეროვნული დღესასწაულის მისალოცი, მაგრამ თქვენ თუ მეტყვით შარშანწინდელ, იმის წინანდელ 26 მაისის შემდეგ საზეიმო და საამაყო რა მოხდა, მერე სიამოვნებით ვიზეიმებ თქვენთან ერთად მეც. თქვენთან, ანუ სწორ ქართველებთან ერთად, საქართველოს სწორ მოქალაქეებთან ერთად, პროჭორილელებთან არა. სამაგეროთ მე შემიძლია ჩამოგითვალოთ, რამდენი ადგილი დავკარგა ჩემმა და თქვენმა სახელმწიფომ დემოკრატიის ინდექსებში, ადამიანის უფლებათა, სიტყვის თავისუფლების ინდექსებში. შემიძლია გავიხსენო, რამდენ სტრატეგიულ მეგობარს რამდენჯერ ეჩხუბა ის ხალხი თავს, რომ ჩემსა და თქვენს ხელისუფლებას უწოდებს. შემიძლია ზუსტი რიცხვი გითხრათ, ზუსტი. რამდენჯერ დაიბარეს სტრატეგიული მეგობრების ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში და რამდენჯერ ურჩიეს და რაზე საქმეები. შემიძლია რიცხვი გითხრათ, რამდენჯერ დაიბარეს საქართველოს ელჩები სტრატეგიული მეგობრების საგარეო საქმეთა სამინისტროებში და რაზე სთხოვეს პასუხი. შემიძლია ჩამოგითვალოთ დიდვანი და არც თუ დიდვანი ქოცები, ვისაც ამ ერთ წელიწადში სანქციები დააკისრეს. შემიძლია თქვენთან ერთად დავთვალო, სახელები ჩამოვთვალო ყველა ის პოლიტიკური პატიმარი, ვინც რუსებმა მძევლად აიყვანეს, კაცები და ქალები. შემიძლია ჩამოვწერო ყველა ის დრაკონული კანონი, რომელიც რუსებმა მიიღეს რეჟიმის შესაკრავად და ქვეყნის უფრო ჩამოსაშლელად. და შემიძლია ნატყვიარებივი დაუთვალო ყველა მადლობა, რომელიც რუსებმა, იმ რუსებმა ამ რუსებს უთხრეს ყველაფრისთვის. არ გამომდის მოლოცვა, ამჯერად აღარ. ვიღაც ალბათ ნამყოფი ხართ ამ საფლავზე. თუ არა კადრები მაინც გექნებათ ამ ფოტო ნანახი. დავით კაპანაძის აძვისელი გლეხის საფლავი ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილია. საზღვარია, სადაც იმ დღეს 1918 წლის 25 მაისს გაიარა საქართველოს ცივილიზაციურმა საზღვარმა. დღე, რომელსაც უნდა დაემთავრებინა ერთი ეპოქა და დაეწყო მეორე. ასეც მოხდა. დავით კაპანაძის შვილებმა მეორე ეპოქა დაიწყეს, მაგრამ მხოლოდ 3 წლით. გზა ისევ რუსმა ჩახერგა.
მათმა შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა, აი ჩვენ ყველამ, კიდევ ერთი ეპოქა დავიწყეთ მერე და ისევ რუსმა ჩაგვიხერგა გზა. იმ უხის არ იყოს, ცული რას დამაკლებდა ჩემიანი რომ არ ერიოში, იგინთო, რუსმა ახლაც ეთნიკური ქართველების ხელით ქნა ეგ, როგორც ყოველთვის. საზღვარი ევროპასა და აზიას შორის დღეს გადის რუსთაველზე, რუსთავის ციხეზე, იზოლატორებზე მთელს ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრებს ესე მოისურიან ხოლმე. აუდიტორიებზე, სადაც ასეთი ბავშვები სწავლობენ და აგროვებენ ფულს, რომელიც მთავრობამ დაინანა სხვა ბავშვების გადასარჩენად. კლასებზე, სადაც ასეთი ბავშვები სწავლობენ და ევროპის დროშებს შლიან. ამ ხალხს, ამ ქვეყნის, ამ საუკეთესო მოქალაქეებს უჭირავთ დღეს საზღვარი პოლიტიკურ ევროპასა და პოლიტიკურ რუსეთს შორის. და ეს უნდა გვახსოვდეს. ცივილიზაციებს შორის. ეს ხალხი ასრულებს წმინდა მეფის ანდერძს. ნუ დაუტოვებთ გზასა ბერძენთასა. ეს ხალხი ერთგულებს თავიანთი ქვეყნის კონსტიტუციას. ეს ხალხი დარაჯობს მომავალს, თავისთვის, თავიანთი მამებისთვის და დედებისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. ჩემთვისა და თქვენთვისაც კი, ქოცნო, რომ ხვალ და ზეგ და მაზეგ. აღარ დაშირდეთ ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს გულზე დაწერა ჩვენთვის. მონობაში ტანჯულო, შენი ნატრა ახსრულდა, საქართველო გათავისუფლდა. ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური სა-26 მაისო გამოშვება. მოიწონეთ, გამოიწერეთ და მოგწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემები.